აი გამიწევს დღეს უბრალოდ მე გავუწევ მას გახმარებას და ერთად დავიგონოთ მეგობრებო და უსაყვარლესი ადამიანი ბავშვი თვითონ თავის ლექსებში უწერია მე ზღაპრებში ცხოვრობ აი ზღაპრებში რომ ცხოვრობდა სანამ მოვიგონებდეთ მე მინდა როგორც ყოველთვის ქართული სუფრაც წირვალ ლოცვაც ვეფხის რაოსანიც უფლის სემებით იწყება და ვადიდოთ უფალი ღმერთი და ჩვენ ვთხოვოთ რომ მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ოჯახებში, მთელ მსოფლიოში სიწყნარე, სიმშვიდე, ერთმანეთის სიყვარული. დიდება უფალს და მშვიდობა ჩვენ. ორ შემთხვევაში სურვილი ასეთი გვაქვს მე და ოჯახს. ის რაც დღეს აქ ჩატარდება, რომ იყოს მაიასეული და არა სხვაგვარი. არც ერთი ხართ აქ ვინმე ისეთი მოსული, რომელიც მაიკოს არ იცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა იმ ავადმსახსენებელი დღის შემდეგ. თუმცა არავინ იცის ამას ჩვენ გავიგებთ ალბათ თავი დროზე. რამდენად ავადმსახსენებელი იყო ის დღე ან არ იყო და მე ამის საფუძველს რაღაც მაძლევს, რომელსაც ასე საჯაროდ ვერასოდეს ვერ ვიტყვი და სიტყვაში ალბათ ვერ ვიტყვი. მე უბრალოდ მინდა დააგატყვალიანოთ ბრჭყალებში ამ სიტყვის კარგი გაგებოთ ყველაფერი რაც მოხდება არის სიურპრიზი მაგრამ რაღაცებს რომ მიაქციოთ ყურადღება მაისური რომელიც მე მაცვია და რომელსაც არ გამოცვლილმა ეს არის მაიკოს სიტყვები მე და ნინომ ეს ხო ნინოს ინიციატივა წლების წინ გამოვშვით მაიკოს წიგნი მომენატრეთ გაფორმებული ისე როგორც მაიკოს ოდოდა და ასე შემდეგ. ნინომ დაუყარა თავი ყველა მის ნაწერს და პროზაულია, პოეტურია, ნაკვესებია, ფრაზებია. ერთი სიტყვით სადაც წააწერდა ხოლმე რა, მაია ყველაფერს ამ წიგნშია შეტანილი. თუმცა ჩვენ აი მართლა ვიტყვი ხმალაღლა რომ არ ვიცით რამდენადაა ყველაფერი მისი იმ წიგნში შესული. ყველაფერს ვერ მივაგენით რაღაცა და გგონია დღემდე ამდენი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე მე და ნინოს გვაქვს იმის განცდა, რომ სადღაც ვიღაც თანაკურსელებთან, ისე მეგობრებთან, რომ აიას ეს წარწერილი რაღაცები არის შემორჩენილი. თუ ოდესმე მივაგენით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივიღებთ და ისევე მივცემთ სრულყოფილ სახეს და ბეჭდურ სახეს, როგორთაც ის წიგნია. აი იმ წიგნში არის მაიას ნაკვესები, ცხოვრებისეული ფრაზები, როგორ განიცდიდა, როგორ ტკიოდა მას ცხოვრება, თუ რაღაცა ვინმეს სევდა, რომ აწუხებდა, რა უხაროდა და როგორ უხაროდა, რა უხაროდა ერთია, ზოგადად მარტო მაია კი არა და ადამიანებზე, მაგრამ როგორ გიხარია, ან რაღაც გაწუხებს, მაგრამ როგორ გაწუხებს და როგორ გადმოსცემ ამ ყველაფერს შენ იმ სოციუმში, სადაც არსებობს და როგორ მიგავს ის ადამიანებამდე ეს უკვე აბსოლუტურად სულ სხვა რაღაცაა და თქვენ ყველა მიცით აქ მყოფებმა და ბევრმა ისეთებმა, რომლებიც აქ არ არიან, რომ მაიას ზუსტად მიჰქონდა თავისი სათქმელი ადრესატამდე, ზუსტად გამოხატავდა თავის შინაგან მდგომარეობას და იმ ემოციას, რომლითაც ის ცხოვრობდა. მისი ნებისმიერი ნაწერი, მისი ნებისმიერი ქცევა, ღიმილი, სიარული და ასე შემდეგ არის მხოლოდ მაიასეული. ნინომ გადაწყვიტა და მოკლედ ერთობლივად ასე გავაკეთეთ რამდენიმე მაისური. აქ დაინახავთ ნინოსაც აცვია, ოჯახის წევრებსაც აცვიათ, ფრაზები არის სხვადასხვა, აგერ გიო შენსაც რა აწერია, მოდი გვაჩვენე, დამხმარე მათი დასამიც გვეხმარება იმათაც აცვიათ, რა მშვენიერია და ბუნებრივი შენ შემიყვარდი. და აი ასე ვისაც შემდეგ სურვილი გექნებათ ფოტოებისთვის ჩვენ შეგვიძლია ეს მაისურები მოგაწოდოთ უკვე გვითხრა ვიოლამ ამასთან დაკავშირებით. აქ თქვენ ხედავთ სანთელს. სანთელია და რაღაცა არის რამდენად ესთეტიურია ამ წუთში არ ვიცი ეს შეკრული სამაგრებით, ფერადი სამაგრებით, მაგრამ მინდა გითხრათ რომ რაც არის ეს არის მაიას ხე. მართალია ხე არაა რეალურად, მაგრამ მე ასე დავარქვი მაიას ხე. ყველა ადამიანს ხო გვაქვს არა ჩვენი გენეალოგიის ხე, საიდან მოვდივართ, სად მივდივართ, როგორ მივდივართ და რა არის.
და აი ამ რაღაცას ასე დავარქვი გენეალოგიური არ არის და დევს შიგნით რაღაცები შეიძლება მიხვდეთ და ყველანი მიხვდებით აქვს პირობითაც 23 ტოტი ჭყალებში და რეალურად 23 ფურცელი ყოველი ფურცლის გადმოშლა იქნება მაიას ცხოვრების ამბის მოთხრობა თქვენთვის. რაღაც ამბები 1000-აა ჩალაგებული და რაღაც ამბებს რამდენიმეს მე დარწმუნებული ვარ მჯერა, იმიტომ რომ ყველა იცნობდით მაიას, ვისაც გექნებათ, რა თქმა უნდა, სურვილი, შეგიძლიათ ადგეთ, გაიხსენოთ და ჩვენს მოგვიყვეთ. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. მაია დვალს 80-იან წლებში და მერე და მანამდე ყველა იცნობდა და მაიაც თითქმის მთელ ქუთაისს იცნობდა. მაიას ყველას მიმართ ჰქონდა თავისი სუბიექტური დამოკიდებულება, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ადამიანის ზოგადად თვისებაა. ყველასთვის ის დარჩა და არის, არა მხოლოდ დარჩა და არის მაია ძალიან ლამაზი, მშვენიერი, წარმოსადეგი, შარმიანი გოგო, ეს რაც მის ვიზუალს შეეხება და არის უნიჭიერესი, ძალიან განსხვავებულად მოაზროვნე და ხშირად ეუბნებოდნენ ხოლმე ეტყოდნენ რომ აი კაცის ტვინი გახო რა, სხვანაირად აზროვნებო. ეს მე მინდა ჩვენი სურვილი ყოველ შემთხვევაში ასეთია და იდეაში ასე გვაქვს შაფიქრებული. ვინც გაიხსენებთ მაიას და ვინც რამეს იტყვით მაიაზე, გაიხსენეთ მხოლოდ თქვენი მაია. ის მაია, რომელიც თქვენთან იყო იმ პერიოდში და დღემდე თქვენთანაა კავშირში და ურთიერთობაში. ეს იქნება, მე ვფიქრობ, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. მე ჩემი მაია მყავს და სულ ასე იყო. და ვფიქრობ, რომ ალბათ თქვენც ასეა. ყველას თქვენეული, თქვენი მაია მყავს და ამდენადაა საინტერესო. როგორია თქვენთვის მაია, აი ეს რო სხვებსაც გითხრათ და გავაცნოთ. და კიდევ ერთი რამ უნდა გითხრათ. ეს ამ საღამოს ნაწილია და მინდა დროულად იცოდეთ. ის რომ ახლა აქ გვირილებითაა გადაჭედილი და გაფორმებული დარბაზი არავის გიკვეთ. მაგრამ აქ გვირილებთან ერთად სადაც გვირილებია ჩამოკიდებულია გახუნებული ფურცლები. ამ ფურცლებზე ამობეჭდილია მაიას ხელნაწერები, ლექსები. მისი რაოდენობა არ ვიცი, არც ვიცია დათვლა მაგის. თუ ვინმეს ღონისძიების სულელობისას გაგიჩნდება სურვილი, წაიკითხოთ და წლების მერე დაინახოთ, რას წერდა ის, როგორ წერდა და რა უნდოდა, რას გვეუბნებოდა. შეგიძლიათ მიხვიდეთ და არა მხოლოდ შეგიძლიათ, კარგი იქნება მიხვიდეთ, ჩამოხსნათ ეს ფურცლები და წაიკითხოთ. მე რამდენიმე ხნის წინ ავტვირთე მაიას ერთი ლექსი, დრო და დრო ვაკეთებ ხოლმე რა Facebook-ზე. ავკრებ და ვდებ პოსტებად რაღაცა მაიას ლექსებს და ერთმა რამდენიმე კომენტარი დახვდა ისეთი, რომ მაიაო და პირადში მომწერდა, ამასო რა უწერიაო, მაშინო გასულ საუკუნეშიო და მე აქამდეო ახლა მივედიო. ამდენად უფრო საინტერესოა იმ წლების მერე. ზუსტად ამ ლექსების სათქმელი მაშინ სხვა იყო და შეიძლება დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად მოგვეჩვენოთ. მოკლედ არჩევანი თქვენზეა, გაქვთ აბსოლუტური თავისუფლება, ისეთივე როგორც იყო თავად თქვენი მასპინძელი მაია. მაია აქ დღეს სამყაროდან, ანუ სხვა განზომილებიდან ამ განზომილებაში დავეხმარები მე. სხვა ფუნქცია ამ საღამოზე დღეს მე არ მაგისტრები. ამ სუფრასთან შედან ჩვენი კურსელები.
ძალიან კარგად ისინი იცნობდნენ მაიას ისევე როგორც თქვენ. და სამწუხაროდ ერთ ჩვენთან აკურსებს მადიმი დოლაიძეს ოდოდა ჩამოსვლა, მოსვლა რა აგონიზებაზე და ობიექტურ გარემოებათა გამო ვერ მოვიდა. მე ჩატში აკრიფა რაღაც და თქვა რომ წამეკითხა თქვენთვის. რადგან მადიმი დღეს აქ თვითონ ვერ წარმოადგენს სამ ჩანაწერთან ვერ წაიკითხა, ამიტომ მე ვიწყებ ამ ხის გახსნას და მადიმის გახსენებით. მადიმის ჩანაწერით და ჩამოვწიეთ ერთი ფურცელი. ახლა ყველანი ქუთაისლები ვართ, ყველას გვახსოვს ბორია ნადირაძე. ძალიან ისეთი სახელგანთქმული ადამიანი იყო, ჩვენ გვასწავლიდა. და მაიაო რო შემოვიდოდა რა, პედაგოგიურში ქუჩაში გაივლიდა თუ სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველას მოწონდა რა. და მადიმიმ გაიხსენა ერთი ასეთი მომენტი. ბორია ნადირაძე გვიკითხავდა ლექციებს. მაიკო მოწონდა განსაკუთრებით. გოგი კუჭუხიძეც მახსენდება ახლა. სანამ მაია არ გავიდოდა ლექციის დამთავრების შემდეგ ფეხს არ იცვლიდაო კათედრიდან, კათედრაზე რჩებოდაო. გავიდოდა მაია და 360 გრადუსით შემოbrunდებოდა და ისიც მიყვებოდა ლექტორი უკანო მაიას. ბორიას აფასებდა მაიას ნიჭიერებას და სილამაზეს. ერთხელ დამესიზვრა, ბალზე ვიყავითო სადღაც სასახლეში, მაია იყო გამოწყობილი ულამაზე საცეკვაო კაბაში, უეცრად გამოჩნდა აი ეს ნადირაძე ფრაკით. ხო, ეს ეციზვრება მადიმის ეს რომ მოყვა მაშინ იმდენი ვიცი. ხო და მეორე დღეს მოვიმედიო ბორიას ლექციაზეო, გადაულაპარაკეო. წუხელ შენ და ბორია დამესიზვრეთ მეთქი. მაიას რეაქცია ჩვეულებრივი ღიმილი, მისეული მხოლოდ. ბორია რომ გარდაიცვალაო, მალე მაიკოს ტრაგიკული დაღუპვის ამბავი გავიგებო. ეს დიდი ტკივილი იყო. მაია უკანასკნელ გზაზე მიმავალიც ისეთი ლამაზი და მომხიბლავი იყო, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაშია. ასე იხსენებს მადიმი. ხო, რიოში წაუყვანია ერთხელ მადიმი მაიას მკერავთან. ნინო, კარგი მკერავი იყო, შენ გეცოდინება. კარგი მკერავი, თინა, ხო, გამახსენდა, თინა, კაბას ვიკერავდი, შინდისფერსო. იმ ქალმა კაბის მოსასინჯად ჯერ 5, ჯერ მაინც მიმიყვანაო და სულა ყოველ მისვლაზე მაიას სტუმარი ვიყავიო. მახსოვსო მაიკოს დედა, მამა, ძმა, ნინო, რომელიც ჩვენთან ერთად მეგობრობდაო. ნინოს ხელმძღვანელობით გამართულ ღონისძიებებზეც ხშირად ვიყავით ერთადო და ბოლოში მწერთ, ციცი შენც იყავიო. რაღაცა ჩემი და მაიას გზები ისე გადაიყვეთა, ბოლომდე მართლა ერთად ვიყავით. მე თვითონ მაია გავიცანი პიონერთა სასახლეში. ისიც წერდა, მეც წერდი ლექციებს და მარი ხოდელიძესთან მოვხდით ორივე ნორ ჩემოქმედს და წრეში. და როგორი იყო ჩემი და მაიას შეხვედრა, მაია ჩემზე უმცროსი. ნუ მივედი ახლა და მარი მასწავლებელმა ამოიკითხა სია, ისე როგორც სკოლაში ვიყო იმ დღეს მოსული. და რო ამოიკითხა მაია დვალი ახლა ვინ რა თქვა, მე არ ვიცი, ვინ იყო ეს, მაგრამ არ არისო და ანუ როგორი რეპლიკა წამოვიდა, იცი? როგორც ყოველთვის. ანუ ეგ რაღაცა. მაია ხშირად აცდენდა ამ წრის გაკვეთილებს და ერთი 3 გაკვეთილის მერე შეხვდი მაიას და აი მაინტერესებდა არა იმიტომ რომ მანამდე რაღაცა წავიკითხე ამ გოგოზე, ამ ბავშვზე. თან ახლა რაღაცა 2 წლით უფროსი ვარ და ჩემთვის მაინც პატარა ბავშვი იყო, ასე ჩავთვალე. მე-10 კლასელისთვის რაღაცა იყო ნამდვილად პატარა ბავშვი და შევედი გაკვეთილზე, მაშინ მარცმარი მასწავლებელი იყო შემოსული და 2 თუ 3 ბავშვი იჯდა. და მაგიდასთან იჯდა ესე შუაში თმა გადაწეული, ძალიან ლამაზი თეთრი ქუთქუთა ბავშვი. საოცარი ისეთი ტუჩებით. აი, რო ის რომ მომეწონა ახლა ამაში ახალი არაფერია და ამით არც არაფერს ვიტყვი. და მე მაიკო მოსუხარო ვიღაცებმა უთხრეს და მეთქი ეს ისა მარი მასების გაკვეთილებს როაც დენს თქო რა და
სკოლაში გაკვეთილის გაცდენა კი არ მიკვირდა და კი არ იყო ჩემთვის არაფერი, მაგრამ მარისთან იმდენად საინტერესო რაღაცები ხდებოდა. იმ საინტერესო რაღაცებს მეთქი როგორ აცდეს ეს გოგო. და იმ დღეს მოიტანა რაღაც საოცარი ჩანახატი. და რომ წაიკითხა მარიმასწავლებელმა ეს ჩანახატი და დაიწყო გარჩევა, ესე ვაკეთებდით, სადრა იყო, სადრა ყველანი ვიყავით დამუნჯებულები. იქ მთვარე, წყარო, პატარა გოგოს რამდენი 14 წლის იქნებოდა, ალბათ ან 15 წლის, ისეთი მხატვრული ხერხები ქონდა გამოყენებული, ისეთი მიგნებები ქონდა რა. იმ პატარა ჩანახატში მართლა საოცრება იყო. იმის შემდეგ მოვდივართ დღემდე ერთად ვართ. პირადად მე ეს ორი განზომილება არ მიშლის რა ხელს. სულიერად გონებრივად მასთან კომფორტულად ვგრძნობ თავს. აზას უნდა რაღაცა რო გითხრა სალამ ბაჩუკი თავის თამადურ სიტყვას შემოგვაშველეს. აზა მემანიშვილი არის ჩვენი თანაკურსელი და აზა მე შენი ნებართვით კიდევ ერთ სამარხს გავხსნი და ერთ ფურცელს ჩამოწევ აქ. არა, შენი თქვი, ამას მიწავი. ძვირფასო საზოგადოება. დიდი სიყვარულით მოგესალმებით ყველას ამ დარბაზში მსხდომთ. ჩემი პროფესია და ჩემი მეგობრების საუბარია, მაგრამ ალბათ არასდროს არ გამჭირვებია ისე აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, როგორც ამ წუთებში მიჭირს. მინდა რომ მოკლედ თქვა, მაგრამ ყველაფერი გადმოვცე, როგორც მას ეკადრება და რაც ახლა ჩემში ხდება. ვეცდები რომ არ მოგაბეზროთ თავი. დღეს მე ჭვიც არ ვეპარება რომ მაიკო ჩვენს გვერდით არის, აქ ტრიალებს და რომ შემოვედი და ჩემ მეგობრებთან აქ დავჯექი, პირველი რაც თქვი ის იყო რომ ჩვენ წლები მოგვემატა, მაგრამ არ დავფერებულად, მაგრამ მაია დარჩა ისევ ის 23 წლის ახალგაზრდა. ეს არ არის შემთხვევითი. ამ სიტყვას არ ვამბობ, იმიტომ რომ რაც ახლა უნდა ვთქვა, რომ რაღაც უნდა ვთქვა, არა, ეს ნამდვილი ჭეშმარიტებაა. უთავს არაფერი არ ეშლება. უთავმა იცის ყველაფერი, ვინ, რა დროს, როგორ და სად. წერა ვფიქრობდი და მინდა რომ თან სწორად ვთქვა ის, რასაც რისი გადმოცემაც მინდა და ჩემი აზრით მაიას ადგილი იმ სამყაროში, სადაც მაპატიეთ და იმდენი ჭუჭყია დაგროვებული, სიბინძურია, ნაცრისფერი როა ყველაფერი, გოგონა ქათქათა, ანგელოზივით, ალბათ არ იყო მისი ადგილი. მე ასეთი ახსნა მოვუძებნე მის ახალგაზრდულ ასაკში წასვლას ამ ქვეყნიდან და წერან ისიც თქვი, რომ ღმერთმა იცის, ახლა ავად სახსენებელი რო თქვა, ციცი მე განმარტა, ხო სანამ იქ არ მივართ, არ ვიცი, ღმერთმა იცის, ჩვენ იმდენი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, ჩვენმა თაობამ ვინ ვართ უარეს დღეში, ეს კიდევ საკითხავია. გოგონა, რომელიც ყველას ემახსოვრება, მე ახლა შემთხვევით არ მიჭირავს ხელში ეს კელაპტარი, რომელსაც უნივერსიტეტიდან რიცხავდნენ იმის გამო, რომ მან პეტრე პავლეს სახელობის ტაძარში დაანთო სანთელი და ყველას გემახსოვრებათ ის ფაკულტეტის შეკრება, კონკავშირის კრება იყო თუ რაც იყო, დაინახა ქალაქობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რამდენადაც მახსოვს, შეატყობინა გვარი ხوارიც. არა, ნამდვილად არ ვიცი. რომ ცვიცოდი არ ვიცი. არ არის ღირსი ამ საქმეზე. უნდა თქვათ, რომ იცოდეს ყველა. არა, მართლა არ ვიცი. თუ არ ისინი არ ვიცი ნამდვილად. ხო, ერთი სიტყვით დასვეს უნივერსიტეტში მაიკოს კონკავშირიდან გარიცხვის საკითხი, რაც ავტომატურად გულისხმობდა მის გარიცხვას უნივერსიტეტიდან და ეს არის 84 წელი, არა, 3 არა, 84 წელი. არა, ბოდიში აზა 87 წელი იყო, იმას ვამთავრებდით და რატო გამოვართ აზას მიკროფონი? აგერ არის კიდე ის გოგონები, ვინც მაიასთან ერთად იმ დღეს ეკლესიაში იყვნენ, ნატო და ნუნუკა. ნუნუკა ასმანდი. ერთი სიტყვით, აი დღესაც გუშინდელივით მახსოვს ის დღე, რომ
მაიკოს თავის მართლება რომ ჭირდებოდა იმისთვის აძარში შევედი, იმიტომ რომ კარი იყო ახალი დაკიდებულიო, მოჩუქურთმებულიო და აი იმ ხელოვნების ნიმუშის სანახავად ვიყავიო და მე ამაყი ვარ რომ მაშინ როგორ დადგა ჩვენი ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტი ფეხზე და ყველა წამოდგა და თქვა მეც დავდივარ ეკლესიაში, მეც ვანთებ სანთელს, მაშინ მეც გავრიცხე და ვაიმე, მოვედი ამ, ასე რომ ვთქვა, თაფლის ყველაფრით, სწორედ იმ ამ ფაქტის, ის ფაქტი სულ არ მინდა გავიხსენო და მინდა ნინიკოს გადავცე ეს, რომ ახლა ყოველ შაბათს აანთოს ნელ-ნელა და ახალ წელს დაწვას ბოლომდე ეს სანთელი, ეს იყოს ჩემი საჩუქარი მაიკოსთვის დაბადების 60 წლის იუბილეზე. ერთი უნდა ვთქვა კიდე, ციცი ვთქვა, ყველას ჩვენი მაია ვყავსო, მეც ვყავდა ჩვენი მაია. ჩვენ ასაკით ტოლები ვიყავით, 3 თვითუფროსია მაიკო მხოლოდ ჩემზე და ერთი სიტყვით, სანამ ლექციებზე შევიდოდი და აუდიტორიაში გავიცნობდი ჩემ კურსელებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ თელმა მაშინდელმა ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ინსტიტუტი იყო, ყველა მიცოდა მაია იმ ქართულში მიღებული ხუთიანის გამო, იმიტომ რომ დიახ და ეს იყო სწორედ მაია დვალე. ამისი ნუგეშა გაგნიძე წერდა რაღაც თავისი პოსტი ქონდა და იქ წერდა რომ ერთადერთი ხუთიანიო მაია დვალმა მიიღო, მაგრამ მე ამ ხუთიანის გამო კი არა, ხუთიანი რა არის იმასთან შედარებით, რა პიროვნებაც იყო მაია, რომელიც ხუთიანი შეაფასებს დაუშვათ მის პიროვნებას. მაიას მამაკაცური ტვინი ქონდაო, შეიძლება ქონდა, მაგრამ ის მე მიყვარდა და მომწონდა თავის საოცარი, ბავშვური, წკბელი და რომანტიკული ბუნების გამო. გამორჩეული იყო მისი სიარულის მანერა, დადიოდა თავდაჯერებით, მაგრამ იმდენად სუბუქად, რომ ასე მეგონა რომ დღევანდელი თითქოს გუშინ იყო, ისე მახსოვს მისი ნაბიჯები იყო საოცრად სუბუქი და ფაქისი. მე ვეფერები ჩემ მაიას, შეხვედრამდე ჩემო გოგო და რა ვიცი, უზომოდ მიყვარხარ, სულ თვალწინ მიდგას შენი ის ღიმილი, ნუშის თვალები და ერთი რამე მინდა თქვა, საოცრად სადა, ნატურალური, მოდი ამ ეპითეტს ვიხმარ მაიაზე, მას არ ჭირდებოდა არანაირი შელამაზება, არანაირი კოსმეტიკა, ის ბუნებით იყო, ასე რომ ვთქვათ, ეს საოცრად შობილი, ბუნებრივად ლამაზი და მშვენიერი. ხო ვამბობენ, უფალსაც კარგი უნდაო და ამაში მაშინ დავწმუნდი, როდესაც მაიკო 23 წლის ასაკში გაიყვანა უფალმა და არასდროს, გეფიცებით ყველაფერს საყვედური არ დამსწენია ამაზე, იმიტომ რომ შეუცნობელი არიან გზანი უფლისანი, ჩვენ ვერ გავშით, ვერაფერს ვერ ვიტყვით და შეხვედრამდე ჩემო მაია, ამით მინდა დავუთავო, მაპატიეთ თუ სიტყვა გამიქცევდა. ჩვენ ეს საღამო ცოტა სხვანაირად გინდოდა და დაგვიწყო, მაგრამ ყველა ვიცით რა რაღაცები ისე არ ხდება ხოლმე და რაღაცები გადანაცვლდა. ახლა მინდა ყველას ყურადღება მივაპყროთ იმ ტელევიზორის ეკრანს. გამარჯობა, თქვენ მე არ მიცნობთ. მაია მქვია და ადვილად მომჩნევთ. ალბათ ადვილად მიმახსოვრები. ლექსებს წერ? ხო, გალაც წერდა. რაო? ვინ ვარ? მე დავიბადე შემოდგომაზე. როცა ყველაფერი იყო ყვითელი. როცა არ იყო წვიმა, არც თოვლი და არც სიცივე. როცა მზის სხივი ვარცხნიდა მიწას, როცა სექტემბერი დასრულდა. ვიხავი ჩვეულებრივი ბავშვი, ისეთი ყოველი ქუჩის კუთხეში რომ ხვდება. არა, გატყუებთ. არ ყოფილა ჩვეულებრივი ბავშვი, არც დიდი და საერთოდ ჩვეულებრივი არასდროს ყოფილვარ.
იმდენი რამ ვისწავლე და დავივიწყე, სისულელია ვთქვა. ისევ ბავშვი ვარ, მაგრამ ცხოვრება, რომელიც თავის ბინძურ ხელებს მაინც მიფათურებს მხრებზე, ვერ შემოდის ჩემ სამყაროში. მე ისევ ზღაპრებში ვცხოვრობ. სიმართლე რომ თქვა, მაინც და მაინც კი არავინ მაძალებს ამნაირ ყოფას. უბრალოდ სხვანაირის თავი არ მაქვს. რა სიზმთ? უსაშუალო ძარმაცი ვარ. ხილის გულზე მინდა ყველაფერი, მაგრამ ცხოვრება ასე არაა. სულ მინდოდა გამეგო სინამდვილეში ვინ ვიყავი. ვინ ვიყავი გოგო, რომელიც ხშირად უმიზეზოდ ვიბუდებოდი და უმიზეზოდ ვთბებოდი. მე მთელი ცხოვრება მრავალწახნა გაჩარჩოში ვარ გამოკეტილი. არა იმიტომ, რომ გამოსასვლელო გზას ვერ პოულობ. არც ვეძებ. ამ ჩარჩოს მიღმა სამყარო ჩემგან დამოუკიდებლად არსებობს. მე არ მოწონ ვარ. მე არ ვარ მათნაირი, მტკნარი სახითა და დაყენებული მანერებით. არსებობისათვის ბრძოლა მწალეკა ყველა სათუთი გრძნობოდა ფიქრე, მაგრამ მე ისევ მჯერა ნაზი გრძნობების. თოვლის ფიფქებად ჩამოცვენილი ფიქრების და თმებს რომ დამიფიფქას ცის ფანტელები. თქვენს ხომ ხედავთ? დღეები დაჩქარდნენ. ფეხი აუწყოს ცხოვრებას. ერთი მე ვერ ვისწავლე ჭკუა და 1000 წვრილმაში ვხარჯავ ჩემს ენერგიას. არა და დრო მიდის სწრაფად. ისე სწრაფად, რომ დაბნეული ღიმილი ხამრჩება ტუჩებზე. ვიცი, რომ თქვენ გესაუბრენ და გითხრეს, რომ ჭკვიანი ვარ. თქვენც დაუჯერეთ? რა კარგია. მე 1000-ჯერ მეც ვლაპარაკობ ჩემი თვალებით. ჩემ ცხოვრებაში იყო წამები, როცა ვნაღლობდი. ფარულად ვდარდობდი, ისე რომ ვერ გრძნობდი, რაზე ვდარდობდი. თუმცა მე არავის ქეც არ მოუხრი. საკმაოდ ამაყი ვარ, თქვენს წინაშე დამნაშავედ ვიგრძნო თავი. საერთოდ არ მანდარდებს ცხოვრება, რომ ასე მკაცრია. სხვა ცხოვრებისთვის არასოდეს მომიცლია. ახლა უკვე მწარედ მეღიმება. ტკივილი შემძლებია. სინამდვილეში მე ძალიან სუსტი ვარ. იმდენად სუსტი, რომ მე შინია საკუთარ თავს უთხრა, რომ მომენაკლეთ. ალბათონი ციცის მეშვეობით და აქ ყველაფერი არის ის, რაც მოიძიეს, რაც არსებობდა და ალბათ კარგი იქნება, რომ ჩვენ თუ ვინმე სურვილი გექნებათ, ალბათ გექნებათ, რომ გავიხსენოთ, გნებავთ ამ წიგნიდან, გნებავთ, რომელიც ამ წიგნში არ არის და თქვენ იცით. გავიხსენოთ, მოვიგონოთ. მე მინდა სასმისი შემოგთავაზოთ. ჩვენი მაიკო დვანი მოვიგონოთ კიდევ ერთხელ შევსვათ შესანდობარი, მოდი ასე ვთქვათ, შესანდობარი შევსვათ ამ სასმისში და მოგონებები აქ მრავლად იქნება, იმედია და უფალს ვთხოვოთ, რომ ცაცა სასოფლოში დამკვიდროს ადგილი და ალბათ ბევრი ჩვენთაგანი დარწმუნებულია, რომ ალბათ ასეც არის. უფალმა გამონათი.
არც მიცნობდეს. იმიტომ რომ მე პედაგოგიურში არ სწავლობდი. სამართლის პოლიტექნიკში და მაგრამ სამაგიეროდ აქ არიან ადამიანები, რომლებიც შოუში გავიცან. შეიძლება რუსეთის შორიდან ისე რაღაც ეცნობოდნენ, მე ვარ იაიეშვილი. შეიძლება ერთმანეთი ბევრს არ გვახსოვდეს, მაგრამ შოვი ყველას გვახსოვს, ვინც იქ ყოფილვართ, იმიტომ რომ აგერ მერაბიკო ჩვენი ჯადოსნური ბიჭი იქაც სასწაულებს აკეთებდა, საღამოებით ფიქრობდა, როგორ გავეხარებინეთ, როგორ საინტერესოდ გაგვეტარებინა დრო და მართლაც ესეთი არაჩვეულებრივი დღეები გქონდა, ხო, ყველას. ვინც აქ ვართ, ყველამ ვიცით რა კარგი იყო ჩვენი სტუდენტობა, რა საინტერესო დღეები გქონდა და რა განსხვავებული სიყვარული გქონდა, თორე დღემდე მიკურს ეხა მე და სულხან მამისიაშვილი სტუდენტური დღეების დროს ასეთ ტუმბოზე ღამე ერთად როგორ დავიძინეთ, ან რანაირად დავედიეთ და დილამდე რანაირად მეძინათ, თქვილად არ მახსოვს, იმიტომ რომ ღამე ვერ წავედით, მე ვერსად დილამდე რომ მეცადინავდით და სადაც იყო ადგილი იქ დავიძინეს და დილით რო გამოვიღვიძე კი გამიკვირდა, მაგრამ ესე იყო რა, ყველა ესე ვიყავით. რაღაც ისე ტუმბოებზე ვეტეოდით, რაღაც ცოტა საჭმელი გყოფნი და ბევრი წიგნები გქონდა და რაღაც ესე გავდიოდით შოუს. და შოუსაც იმიტომ ვიხსენებ, რომ მთელი ღამე გავათენეთ მე მაიას არ ვიცნობდი მანამდე. და გავიცანი შოუში ისევე როგორც ნანა გავიცანი შოუში და ნანა მიცის რომ არაფერს არ ვამეტებ ემოციებს ესე იგი რო დავინახეთ მე და მაიამ ერთმანეთს პოეზიის მოყვარული გახლავართ და ესე იგი რო დავიწყეთ ლექსებზე ლაპარაკი რო გათენ და მაშინ ვუძლებდით გამისთევას ეხლა ესე რო 12-ზე ვიძინებთ ეგრე ხო არ იყო არა და მოკლედ ამ ლექსების სიყვარულმა მე და მაია დვალი გადაგვაჯაჭვა ისე და აი ნანა ისე მიყვარდა კიდე განსაკუთრებულად ხო ერთი პერიოდი გვარიც კი არ ვიცოდი მისი, მაგრამ ვიცოდი რომ ეს იყო ნანა შოვი ჩემთვის რა. ესეთი უცნაური ურთიერთობები გქონდა და რატომ მომწონდა მაია? იმიტომ რომ რატომაც თქვენ მოგწონდათ, იმიტომ რომ არავის არ გავდა. არ ვაპირებდი ჯერ გამოსვლას, ვიფიქრე რომ ბოლოსკენ გამოვალთ ხო, მაგრამ მისი ლექსები ვნახე, რომელიც არ არის დამთავრებული, ანუ ჩვენ რომ გადაშლით, გადმოვშლით ხოლმე რა. ხო და აი ამ გადაშლისში არის ყველაზე მთავარი, რის გამოც გადავწყვიტე ეხლა რომ გამოსულიყავი რომ მრავალ წახნაგა ჩარჩოში ვარ გამოკეტილი. ერთი შეხედვით ყველაფერი თავის რიგზეა. მე მქვია საშუალო ადამიანი, რომელსაც თავისი სამყოფი ყველაფერი გააჩნია. მე ვკითხულობ წიგნებს. არ ტოვებ ახალ ფილმს, უნახავს არ ტოვებ ახალ ფილმს, ჩემზე ამბობენ ბევრ კაცს, ცოტა ცუდსაც. თითქოს მართლაც რიგზეა ყველაფერი. ბედსაც არ უნდა ვემდუროდე, მაგრამ მე საშინელი მოღალატე ვარ. ჩემი მრავალწახნაგა ცხოვრების ჯებირების. ვეძებ ყველაზე სუსტ კუთხეს, რომ გავარღვიო და გინახავთ ისეთი კუთხეවත් ვარ გავარღვია. და მე დანარჩენი გადაშლილია და აი ეს არის ყველაზე მთავარი ჩემთვის. სულ სხვაგვარს ველოდი. სხვაგვარი ფიქრები მქონდა, სხვაფერი მიზნები, სხვა და ქვევით წერი ერთი სიტყვა იყო და პოეზიის მოყვარულები ალბათ მიხვდებით რომ მას უნდა დაეწერა რომ აი მინდა აი რო გაიფიქრებ რა რომ მინდა ჩემზე თქვა რომ ის სხვაგვარი იყო. ხო და აბა რომელი თქვენგანი არ ფიქრობს იგივეს რომ ის სხვაგვარი იყო. სხვაფერი მიზნები ქონდა, აი მისი სიტყვებით რომ ვთქვა, სხვაფერი მიზნები ქონდა, სულ სხვა რაღაცებს ელოდა ცხოვრებისგან და მრავალწახნაგა ჩარჩოში არ იყო გამოკეტილი და არ იყო კუთხე, რომელსაც ის არ გაარღვევდა. არ მინდა თავი მოგაწყინოთ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტად ამ ქალაქში მენატრება ბოლოს როგორც ვნახე, მაშინ საათი ჯერ კიდე იყო და საათთან შემოხვდა და მახსოვს როგორ მოფრიალებდა ქუჩაში. აი ყველაზე მეტად თქვენთან ერთად ალბათ თქვენ სიტყვებსაც ვამბობ, რასაც ვამბობ, რომ ყველაზე მეტად აი ქუთაისის ლამაზ უბნებში მისი კაბის ფრიალი მენატრება. რო თქვას, რომ მე სხვაგვარი ფიქრები მქონდა, მე სხვაგვარი მიზნები მქონდა, მე სხვაგვარი ვიყავი. იატო მათენა შოუში რომ ვიყავით და ერთი მის ხასიათს გაუცვალ
რაღაცა ანუ როგორი იყო განსხვავებული არ ბრაზდებოდა ჩემგან განსხვავებით თითქოს ანტიკოდებიც ვიყავით მაგრამ მაინც ერთად ვიყავით და შოუში რო ვიყავით ახლა მაია ყველა ვიცით ხომ მაღალი იყო აქამდე წურებოდი რა და გვითხრეს ფოტო გადაიღეო გონი იაკო შეც ახლა იმ ფოტოში ამ თოლზე და ახლა დადგა მაია ჩემ გვერდით და ხიდან რაღაცა დამთქერის ზემოდა და მეთქი რაღაცაზე გავიდა გვერდზე და მეთქი რაკენი იცი ამოდი ახლა შენ გადი აქედან თქო და გავწიე მაია გვერდზე მე რას გავწევდი იმას თვითონ გაიწია რომ უთხარი ამოვთხარე ეს თოვლი და მიხვდა რასაც ვაპირებდი და იმის ნაცვლად რომ ეს გაეპროტესტებინა ჩემი ეს ქცევა დამეხმარა ორივე მომხდარეთ თოვლი ეს თოვლი მე გვერდით ჩავტკებდეთ თვითონ ჩადგა ამ ოთხრივ თოვლში მე დავდექი იმ რა ქვია დატკეპნილ თოვლზე და რა თქმა უნდა გამოვიდი მაიაზე მაღალი და ისე ძუძზე დავადები კლავი და გასწორებული ახლა რომ უყურებთ იმ ფოტოს რომ მე თვითონ მაიაზე ვიყავი ის აი ერთი ნერვი არ შეტოკებია მის ხასიათი იყო ასეთი და ეს დამეხმარა პირიქით რა ამის გაკეთებაში და ჩუმად იცინოდა თორე ის კი არა რომ ეხა ეს რა მოგაფიქრა და რაღაცა ძალიან ასეთი იყო რა ხალხა სახეს რო დაარქმე ვერაფერს და მით უმეტეს ადამიანის ქცევას აქ რაღაც სიურპრიზია ну პრემიერა შედგება იმუშავა დაუგზავნეთ ლექსები მაგრამ მანამდე თქვენ ნახეთ პირველი ვიდეო და არ მიხვანს ემოცია მომეძალა რაღაც ცოტა რა დღეს მიჭერს მე გონზების აყვანა საღამოს აყვანა და მოკლედ არა ვარ ჩვეულ ფორმაში მეტყობა კიდეც ის პირველი ვიდეო რომელიც თქვენ ნახეთ მაიას სურათებით აკინძული და ხმით გააკეთა პიკასომ და კიდე ერთი გველოდება მერე წინ ერთ რაღაცას ვნახავ და ისიც პიკასოს გაკეთებულია. ახლა მე ერთი ფურცელი ჩამოვიღე იმ ხიდან და უნდა წაგიკითხოთ. იცით ალბათ რომ მაია გარდა იმისა რომ წერდა ხატავდა კიდეც. და აი ვერ გამოიცნოთ ახლა რაც არ უნდა დიდი კონკურსი და რაღაც ამგვარი რომ ჩავატარო რა იყო თუ ვინ იყო ის რომელიც მაიამ პირველად დახატა. და გეტყვით როგორ მოხდა ეს ამბავი. მაიას ერთი ხელისმოსმით შეეძლო პორტრეტის შექმნა. მის წიგნში შეტანილია კიდეც ნახატები. ძირითადად პორტრეტები და უნდა ითქვას რომ პორტრეტებს ხატავდა და უნდა ითქვას რომ არც ერთი მათგანი არ გავს ერთმანეთს. ბავშვობაში რაჭაში ყოფნის დროს დაუხატავს ლენინის პორტრეტი. ეს იგი როგორც კი დაუნახავს ეს ანუ ბაბუასთან იყო და მგონი ბებიაც იყო ნინო იქ ხო და სახში რო შესულა მაშინ ლენინის არ ვიცი არ ბაბუა ვიცი იმიტომ რომ ამ ინფორმაციაში ბაბუა წერია და სახში რო შესულა ეს ლენინის პორტრეტი მაშინ ძველ ხალხს რა ეკიდა კედელზე დაუნახავს ეს ლენინის პორტრეტი ეგრევე აუღია ფანქარი და პასტა და ფანქარი და ფურცელი და დაუხატავს და გაოცებული დარჩენილა ძალიან ბაბუა ჯერ ის რომ ბავშმა დახატა პატარა იყო ძალიან და მე ის რომ მაინც ლენინი რომ დახატა პირველად რაჭაში იყო ეს ამბავი და ჩემი ბაბუა ეხა რაღაცა ძალიან გერმანიაში რომ ფეხი ჩავიდა კაცი ფეხოტა და რაღაცა ესა და მოვიდა და ნახა რომ მაიას აქვს დახატული ლენინის პორტრეტი დახედა პატარა არის მაშინ მაია ნახე შენ ეს გამოა ხუდოჟნიკია და ეხლა მეგობრებო მე მინდა რა თქმა უნდა აი წავიკითხავ ზედამ ქალბატონმა ვენერამ სრულიად შემთხვევით სახლის დალაგების დროს იატაკზე ნახა დაგდებული რაღაც ქაღალდის ნაკლები, რომელზეც გაგრული ხელით ეწერა ლექსი. ვენერა მაშინვე იცნო მაიას ხელწერა და ნაწერი ჟორას აჩვენა. ჟორა მაიას ბიძა, ვინაც არ იცით, წინვალი ადამიანი. მაშინ მაია მხოლოდ 13 წლისა იყო. ჟორას ცხადია გაუხარდა მაია რომ ლექსს წერდა.
აღმოჩენით მაიას ნიჭი პროფესიულად მისმა ქართულის მასწავლებელმა აღმოაჩინა. რაღაც დავალება მიუწია სკოლაში და მაიას ლექსი დაუწერია. მასწავლებელმა რომ ნახა ნაშრომი მოეწონა. ვენერა დაიბარა სკოლაში და უთხრა, რომ ბავშვს განსაკუთრებული მონაცემები ჰქონდა და იქვე ურჩია პიონერთა სასახლეში მieყვანა. ასე მოხდა მაიას სასახლის ნოჩ შემოქმედდა წრეში. ამის შემდეგ აქტიურად წერდა სხვათა შორის, მაგრამ არული და დაწერდა და ყრიდა. თავდაპირველად ქალბატონი ვენერა აგროვებდა მის ნაწერებს. მერე ნინო სამწუხაროდ ბევრი მისი ნაწერი დაკარგულია. მეგობრებო, მე ერთ რამეს ვიტყვი და დავამატებ, აი აქ რაც წავიკითხე. ქალბატონი ვენერა და ბატონი ნოდარი გარდაიცვალნენ მაშინ, როდესაც მაია გარდაიცვალა 27 წლის უკან. მე მინდა თქვენის ნებართვით ეს ორი ულამაზესი ადამიანი მინდა მოვიგონო, თხოვო უფალს, რომ მათი ადგილი ცათა სასუფეველში ყოფილიყოს, რომ გაგვინათლოს მათი სულები და ჩვენი ნინიკო და ანატყოვარი დიდხანს და დიდხანს, ჩემი ვაჟარი, ჩემი შოტიკუარი აქ, ბევრია, ბევრი კიდევ სანათესო, ყველა დიდხანს და დიდხანს კარგად იყავით. ხსენება არ დავიწყება და მოგონება ყოფილიყოს ქალბატონი ვენერასი და ბატონი ნოდარი. მაია რომ პროტესტანტი იყო ბუნებით, ეს ყველა ვიცით და მისი პირველი პროტესტის ამბავი უნდა გიამბოთ. ესე იგი მაია მორჩილი არასდროს ყოფილა დადგენილ ნორმებსა და კლიშეებს არ აღიარებდა. ამის გამო ხშირად უპირისპირდებოდნენ სოციუმის წევრები, მისი განსხვავებული აზროვნება შეუძლია და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს მოუხდა სკოლის დირექტორთან კონფლიქტი მისი ამ თვისების გამო. და როგორ მოხდა ამბავი? იმ პერიოდში ეს ყველა ჩვენი ცხოვრებაში იყო ასეთი რაღაცები, სკოლაში ყოველ დილით ტარდებოდა დილის გამახსენებელი ვარჯიში. ამისთვის ცოტა ადრე უნდა მისულიყავი. მაიას უნდა აღგარიყავი ადრე და მაიასთვის ადრე ადგომა იყო სასჯელი, მით უმეტეს მაშინ თუ ეს საქმე საერთოდ არ აინტერესებდა. დირექტორი ყოველ დილით დგებოდა ჭიშკართან და აკონტროლებდა დაგვიანებულ მოსწავლეებს. ცხადი მაიაც აღმოჩნდა ამ დაგვიანებულთა შორის და როცა დირექტორმა უსაყვედურა რატომ დაიგვიანეო, მაიამ ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე უპასუხა, თუ დავაგვიანდა ეს მხოლოდ მე დამაგდა და თქვენ რა, ეს ჩემი უფლებაა, არ მინდა და არ დავდივართო. ახლა წარმოიდგინეთ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში რა უფლებებზე იყო ლაპარაკი, ბავშვები კი არა დიდები ვერ იცავდნენ ისე საკუთარ უფლებას, ხო და მაშინ დაიწყო მაიამ ამ საკუთარი უფლებების დაცვა. ეს იყო მისი პირველი ხმამაღალი პროტესტი. ადვილი წარმოსადგენია რა შეიძლებოდა ყოველივე ამას მოყოლოდა. მაშინვე დაიბარეს სკოლაში ქალბატონი ვენერა, რომელსაც დირექტორმა უთხრა, შეშვილს თავი ვერ დავახრევინეთო და ბოდიში ვერ მოვახდევინეთო. წარმოიდგინეთ, ახლა მაია და ბოდიში წარმოგიდგენია? ბუნებაში ხო არ არსებობს ასეთი რამე, არა? და ნუ თუ გაინტერესებთ როგორ დამთავრდა ეს ამბავი, მაიას წლის ბოლოს დისციპლინაში დაუწერეს არა დამაკმაყოფილებელი. არა დამაკმაყოფილებელი. ქალბატონ ლელას მინდა რომ თხოვო თუ არ დაგზარდება ცოტა ხანს და მე ჩვენი ნანოჩკა დავიძაბეთ და ესეთი რაღაცების გახსენებით და მინდა რომ რაღაც ცოტა საფრთხილო შემოვიტანო, კურიოზი რა ერთი სიტყვით. ჯერ ვიტყვი იმას, რომ მაიაზე დაწერა ალბათ ილია ჭავჭავაძემ თვით შური მტრობა ვერ ტოვიდა ქალს მშვენიერსა, ვერაფერს დაკლსა. მართლაც იყო გოგონა, რომელსაც არ ყავდა მტერი. არ ყავდა მტერი, იმიტომ რომ ყველას უყვარდა. კი, იყო გამორჩეული და თითქოს ბევრი მტერიც უნდა ყოლოდა, მაგრამ იმდენად საყვარელი არსება იყო, რომ არ ვიცი, მტერი არ ყავდა. ეს ნამდვილად ვიცი და ამას ყველგან ვიტყვი. ერთხელაც მე და მაია მივდივართ თეთრ ხიდზე, მაშინ თეთრ ხიდზე მანქანები გადიოდა
თუ მაიას რომანტიზმის შესახებ მოგეხსენებათ, ეხლა როგორი რომანტიული გოგო იყო, აი თეთრი ქვები და აბათოლიები და ჭიკჭიკი და რიონი და არის ერთი ამბავი, გადავყურებთ, ლექსები დავიწყეთ, ხელებს ვაქნებთ, გადავყურებთ იქ რიონს, არის ერთი ამბავი და გაჭირდა მაგარა და რაი, გოგოები დაიხჩვავინ მე. ვიღაცა ბიჭმა დავიწყეთ რომ მაია ისეთი გარეგნულა ჩვენ ერთად ვიყავით და რო გააჩერა მანქანამ გვეგონა მაია მოეწონა ამიტომ ხო გვეგონა მაია მოეწონა რაი გოგოები დაიხჩვავინ სულაკი დაიშვა ხო ნუ ერთი სიტყვამის გვამინდოდა მაია ისევ ჩემშია ჩემი წილი მაია მეც ამყავს და რა ვიცი ყოველთვის მახსოვს ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს თელს ჩემს კურსს მადლობა ყურადღებისა დიდი მადლობა დაიბადა მაშინ ანუ ამათი სახლი სადაც მე მაია ცხოვრობდა მოკლედ ნინოს სახლი იყო ახალი აშენებული უფროს შვილიშვილებს განსაკუთრებით უყვარდათ ბაბუის სახლში ყოფნა და ზამთარ ზაფხულს იქ იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ პატარა მაია ახლა პატარა ბავშვს ხო ხშირად აძინებდნენ და რო არ შეწუხებულიყო ჩაყავდათ იმ ახალ აშენებულ სახლში და იქ აძინებდნენ და ერთხელ აი დიდი ზამთარია თოვლ ჭყაფი ქუთაისში როგორც იცის რა სიცივე რო ძვლებში ატანს ხორცსედაკანზე აღარაც ვამბობ ესენი დიდები უფროსი შვილიშვილები მადონა ნინო და ნუ კიდე რავი ვიღაცები თამაშობდნენ ბაბუის სახლში სულ არ ახსოვდათ მაია და რაღაც მომენტში რომელმა ახლა ნინოს არ ვთქვამს არც ახსოვს პატარა იყო გაიხედა პანჯარაში და რას ხედავს ეს შენი აკვანში ჩაწვენილი მაია აუშვია არტახები ამოუყრია ხელები და ის რაღაცა ბამბაზიის რაღაცებს უაცმევენ მოკლეს ბავშვებს იმითი ამ ქარში თოვლში ჭყაფში ფეხშიშველი მოტანტალებდა და მოდიოდა ნინოსთან და მადონასთან სათამაშო ფეხები ქონდა სულ დაწითლებულიო ნინო იხსენებს და ისე დღეში იყო მაგრამ ამას ახლა მიუხედავად იმისა რომ ახლა რა ხნის იქნება აკუნის ბავშვი ხო აზრდი პატარა ბავშვი მაინც რო არ იმჩნევდა და მაინც ჯიქურ რომ მოდიოდა თავიდანვე რომ ვერეგულებოდა არტახის ქედაკანზე რა ახლა დავიწყებთ მეგობრებო ერთ ასეთ მაგალითს გავიხსენებ ერთ კაცს შეეკითხეს რომ აიო დედა თუ ყავსო ხოდა კაცმა უთხრა კიო მყავსო დედა მაგრამ გარდაცვლია აი ამათ და ყავთ რომ გარდაცვლია მაია ამათვის და არა მარტო ამათვის და ამათვის ალბათ განსაკუთრებით დარჩება ყოველთვის არა მოგონებად არამედ სიყვარულად სიცოცხლედ დარჩება იმ ლექსებად დარჩება იმ ნაკვეთებად დარჩება იმ ნარკვევებად ნოველებად თუ ჩანახატებად დარჩება რომელიც წიგნად არის გამოცემული და ამისთვის მოდი ერთხელ ყველამ ტაში დაუკრავთ ქალბატონ ნინოს და მადლობა უთხრათ რა ამისთვის ზევიდა დაგმოწეს როთავენ ხმეთმად ზეგძელობა ყველანი სიკეთე მაიას სანთლის დამთება არ მოშლიყოს მისაფლავზე და რა თქმა უნდა
ეკლესიაში. ღმერთმა დაგლოცოთ, თქვენი მრავალჟამიანი ყოფილიყო. მადღეგრძელოთ მეგობრებო და კიდევ ერთხელ დაში დაუდგათ. ძალიან ბატონო შოთა. რომ ნინო არა დღევანდელი დღე ნამდვილად არ შედგებოდა და რა თქმა უნდა ჯემალი დედმამიშვილები ჩვენ მაიკოს უკვდავება სწორედ მისი დედმამიშვილები ანიჭებდა დღესდღეობით მაია რაც იყო და ვინც იყო როგორიც იყო ეს ყველას კარგად გახსოვთ მე უფროსი ვარ ჩვენ ბაბუიშვილებში და ჩემხერში გაიზარდნენ ესენი ყველანი მაიკო როგორც წეღან ციციმ მოყვა ის პატარა ამბავი მართლაც რაღაცა აი ესეთი ვაშკაცური ბავშვი იყო და გამორჩეული იყო ყველასგან რა საამაყო ბავშვი იყო აი ნიჭიერი ყველანაირად ჩემკობილი ფიზიკურად ყველანაირად და სამწუხაროდ არა მარტო ჩვენ გვარსა და ჩვენს მოდგმას არამედ ჩვენ ქალაქს და მთლიანად საქართველოს დაარქვა მე არასოდეს დამავიწყდა რამოდენიმე ორი წლის მანძილზე აკაკი წერეთლის დღეები მაიკოს მეყავდა სტუდენტები მიდიოდით მე მახსოვს რამოდენიმე თქვენი თანაკურსელები მიდიოდით და აკაკის საფლავზე თასმოდა მივადიოდნენ და საღამოებს ნუ რატანებია და მაიკოს ბევრი იგი ქონდა იმის მე ახლა რა ერთი რამე მინდა რომ ვთქვა რა მაია რო დღეს სოცხალი იყოს ბევრი რამე იქნება ჩვენს ოჯახშიც ჩემი ნინოს თავზე, ჩემი ჯემალის თავზე, ბევრი რამე იქნება სუსვაგვარ. სამწუხაროდ ეს ფაქტი მოხდა და ასეთნაირად სუსვანაირად წარიმართა ოჯახებს მიმართულებით. კარგად იყავი ნინო, დაგლოცა. ჯემალი დაგლოცა. ალასი ადამიანები ხარ. სიკეთითა და სიყვარულის თავზე და ისე გაფოქოს. პირველად მოგესალმებით პედაგოგიურ პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან. ჩვენ შორის სულ კეთილი კითხვა იყო თუ გახსოვთ ალბათ რა ვიცი აბა 1000 სტუდენტური დღეები რა ვიცი სულ ერთად ვიყავით ვატარებდით დროს ბევრი რამე გავიხსენეთ ეხლა შოური 1000 ერთაბანაკი და ერთ რამეს გავიხსენებ შეიძლება მეტი არ თქვა მაგრამ ჩემს მაიაზე მინდა გავიხსენო აი იამ შოვი ახსენა და პედაგოგი ისე მოხდა რომ შოვში ვიყავით პედაგოგიური და გპ-ი ერთად წასული და ერთად სამსართულიანი სანატორიუმი იყო თუ რაღაც ავანდიდი თოვლი მოვიდა და თვის წვერზე მივყავართ და სალაშქროთ ახლა უფროსობა ვინც იყო სალოცავი სანახავი ხო რაღაცა და ავანდიდი თოვლი არის და ნანა დამეთანხმება აგერ რაღაცა სერი კაბოი გამქონდა რაღაცნაირი და პედაგოგიური ვიყურებთ ახლა გპ-ი არის ახლა და კატლეტები აქვს ბუტერბროდები ცალსება მეშოგებში და შენ ახლა წამოგვიყო ჩვენ ესო და ცხონებული დათო ალავიძე მახლავს მე გარდაცვლილი და დათო და კიდე მე მგონი ვინ იყო ხო და მე და დათოს ავკიდა პედაგოგიური ეს ვესმეშოგი საჭმელები და არაყი არის ჭაჭის არაყი ჩვენ გვაქვს ახლა წაღებული და მივდივართ ალბათ ჟავეწყლები არის და 1 საათნახევარიოდები ზემოთ ასულას და ესენი ახლა წინ მიდიან მაია, ნანა, გოგონები და ჩვენ ამ ზიაჩიკოვანი ნანა მაღლაფერიძე იყო ეშხორაზე ნანა მაღლაფერიძე ხო და ავედით ახლა ზემოთ და ჩვენ ყოველ ხიზირში ჩერდებით 50 გრამ დავკრავთ ნანა ბუტერბროდს მივაყოლებ და აყვავთ ის წვერზე ერთი ცალი პური და ერთი ცალი კატლეტი სულადის გვა გადაგებო ეს მეუღალი დიდი მადლობა ხო და ამოვედით მე ისე კარგად მოვიხინეთ ყველაფერი კარგად შავაშავი არის და როცა მოვდიოდი მე სრიალ მოვდიოდი და ნანა ჩემი გურდა ამოვიდო ვერც მოვდიოდა სრიალ ხათაშორს გადაღებულია მაგ კინოლენტა კინოლენტაზეა გადაღებული მინდა ჩემი დაიყო ნინო მინდა დავლოცო ახლა პედაგოგიური ისე ერთად უნდა დაგვეჯინოთ ყოველთვის ახლა სტუდენტური დღეებზე პედაგოგიური ცალკე იყო გპ-ის სულ ცალკე ვიყავით და ერთად ბანკეტებზე ხვდებოდით ხოლმე რაღაც უნდა არა რაღაც უნდა დავამატო ამას სხვა დროს ვერ ვიტყვი ესე იგი უნდა გავამხილო ახლა ერთი რამე
პედაგოგიურის გოგოებს ჩვენი ბიჭები რო დაინახავდნენ. ვინ გიყურებდა მე შენ? ესე იგი დაუბრუნდა დამჯერებდა. ავიწყდებოდა, აი ხა სამჯერ შევახსენე, მანანა კალანდია იყო, იქ მე ახსოვს, არ ახსოვს, იმიტომ არ ახსოვს, რომ მარტო პედაგოგიურს უყურებდნენ და ასე იყო რა. არ ვიცი ის სიყვარული როგორ გამოვხატო, რაც ეხლა გონებაში იმ კადრების გახსენების გამო ხდება, მაგრამ ეს აქ უნდა მეთქვა, რომ თქვენ მარტო პედაგოგიურის გოგოები გახსენებთ ვერაფერს ვერ გავხსენდა დადების ფასის კალბატონელი. და მეგობრებო, მინდა ეხლა ჩემი ნინო ჩემი დაიგო დავლოცო. მე როგორც გპ-ის წარმომადგენელს ახლა ჩვენთან იყო არიანო წარმომადგენლები, ვინც ბევრი ლექსები იცის, მაგრამ სულ 2 თუ 3 ვიცი და ერთი მინდა ჩემს ნინოს მიუძღვნა. არ მიცეს ბრძენმა ვინმე უტვინოს საქმე მისთვის შეუცნობელი. ჭილოფის ქსოველს, თუმცა ქსოვაში მარჯვია ხელი არავინ ანდოს აბრეშუმის სათოთი ქსელი. ყველაფერი გავიდა კარგად. ბაჭუდი დამიწერა დეიზებიდეოდა, ხო გადაიზებიდები. გადააჭეროთ ახლა რაღაცას. საღამომშვიდობისა ჩემ მეგობრებო, მე არ ყოფილა მაიკოს კურსელი. ნანა მაღლაფერიძის ბავშვობის მეგობრობამ განაპირობა მაიკოს გაცნობა, დაახლოება და არა მარტო ჩემი. მერე ჩვენმა მეგობრობამ დაამეგობრა ეს გპ-ი და ეს პედაგოგიური. სულ პატარა ქიშპი ქონდათ. არა ჩვენ ჯობდით, არა თქვენ ჯობდით. ხო იყო ასე ხო გამემა? კონკურენტი არ ყავდით, ეს ისეთი ჩამოვიდა ქიდა. კაცობრიობის მიზიდულობის კანონი იყო პედაგოგია. შემადგენლები მე ორივე ინსტიტუტის ჩემი მეგობრებიც და პედაგოგიის მეგობრები. ახლა ამას თავი დავანახო. ეს რა თემაზე აღარ, საერთოდ ძალიან ბევრ საუბრობთ ყოველთვისა. დეკემბრის დასაწყისი ყარიცი პირველი 2 და უცებ წამოვიდა თოვლი, მსხვილი ფანტელები. და უცებ შევთავაზე რომ აი მე დავსვდებით და საქმე შევეფაროთ და არა მოიცა რა ლამაზიაო. მოდიო ამ ხალხსო პირველი თოვლი მიულოცოთ. დავდიოდით და პირველ თოვლს ულოცავდით. ზოგი გვიღიმოდა, ზოგი რასე გვიყურებდა, ესენი გაგიზნენო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ლამაზი იყო ეს ყველაფერი, არ მომიწყდება არასოდეს. ეს მინდოდა სულ ეს კარგებო, ჩემო ძალიან ძვირფასო ადამიანები. რადგან ჩემი სადელო იყო, აქვე მინდა ძალიან მოკლედ თქვა ამ საღამოს მოწყობის თუ რა ვიცი გაკეთების სურვილი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ გამეჟღერებინა და შემეხსენებია, არავის არ გავიწყდებათ. მე ძალიან კარგად ვიცი და ყველა ძალიან კარგად მოგესწრებთ, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ კიდევ ერთხელ გაჟღერებულიყო მაია დვალი ამ ქალაქში. და ნუ ამაზე ვფიქრობდი. ვის ვეთყოდი ახლა სხვას, აგერ ეს 2 ადამიანი, აქ რო არის კალბატონი ციცი, ერაბი, აქეთ ბაჩუკი და ნუ რაღაცა შევკარი რაღაცა გაარკვეული ჯგუფი და ვთხოვე რომ მოდი გავაკეთოთ ასეთი რაღაცა. მინდოდა მომეცვა ყველა სფერო, ყველა ადამიანი, ვისაც ბავშვობიდან დღემდე მასთან ქონია ურთიერთობა და პლუს ამას მინდოდა ყოფილიყო ის ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ ვინ იყო მაია, მაგრამ ჩემთვის არიან ძვირფასი ადამიანები. სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე რომ აქ იყოს თქვენი შვილები. რომ მართლა დაინახო, რომ თქვენ ყავდათ ძალიან კარგი მეგობარი. ამ ცოტა მასშტაბი ვერ მივეცი ამ ღონისძიებას.
ხო, მაგრამ მომავალში ამასაც შევძლებ 100 წლის რო გავახდება, ძალიან მინდოდა ეს. მე მინდა ჩემი ძმა დავლოცო, ჩემი კედელი, ჩემი სიძლიერე, მე არავინ არ ამყავს ამ ქვეყანაზე. აი იმ სახში, ვისაც ნოდარის და ვენერას სახი იქვიოდა, მე და ჩემი ძმა ვარ დღეს. მეტი არავინ არ ამყავს. ორი ადამიანი შევჩერები ვართ ერთმანეთს და გვაძლიერებენ ჩვენი ბიძაშვილები, ბიძაშვილიშვილები, მათი შვილები და ამით ვცხოვრობ ჩვენ. ღმერთმა ჯეკი, კარგად მიმყოფო შენი თავი, მიძლიეროს. შენ რომ არა, მე ასეთი არ ვიქნებოდი, ჩემო კარგო და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმისი, რომ ვისაც შეგეხმიანეთ. დღეს მე აქ ერთი ადამიანი არ ვაკრია რა, ყველა ხართ. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. უშენოდ სივა დაორთქლილ მინას ფიფკთა წვენაში მომენატრები ჩემი საქმლის წინ თოვლის გურქისგან ვეღარ სუნთქავენ ხეთა ტოტები თოვლის ფიფკები კი არა ციდა თითქოს ცვივიან შენი ფიქრები და მხოლოდ მისთვის დავივლი ქუჩებს ვიპოვო შენი ნაფეხურები მე სიყვარულზე ვიფიქრებ დიდხანს თმებს დამიფიქავს სისფანტელები ახლა შენ სტოლზე ვფიქრობ და მე გისურვაც არ გახსენდები სიყვარული სად ვიპოვნო თორე რა მინახავს სიძულვილის მეტი თოვლი ქუჩებს ფიქრების ბრადღებას და მეც მინდა სანთელი ვითვენთო ამდენიც ჯავრის მერე იქნე სიყვარული მაპოვნინო სიყვარული მაპოვნინო მაპოვნინო კომპოზიტორი კოტე მალანია, შესრულებელი ირმა მალანია, ტექსტის ავტორი ალაცხოდა გამოცხადება მაიკო დლალი.
მოგონება იყოს ყველა იმ ადამიანების სცენება ყოფილიყოს უფალ თხოვოთ რომ ცალთა სასუფეველში დამოუკიდროს ადგილი და დარწმუნებული ვარ ალბათ იქ არის მათი ადგილი მოგონება სცენება არ დავიწყება და განათლება მათი სულების პედაგოგიურიდან ბაჭო მახსოვს ლალი ჯიქიძე რო გარდაიცვალა ზირმა შალამბერიძე ჩვენი გპ-დან ულამაზესი გოგო ახლა ბიჭებზე წავიდა პედაგოგია მიგახსოვს ლალი ჯიქიძე ზირმა შალამბერიძე ჩვენი მახო ყაველაშვილი სუხი რაზიას ევალ მეფაისი მეგობრებო, მეც გავიხსენებთ. აქ შეიცვა კიდევ მოგონებები ადამიანების ახალგაზრდა, რომელიც მიესადაგება ჩვენ დღევანდელ საღამოს. დრო ყველაფრის მკურნალია, ოღონდ ჩემი არა. საოცარი უნარია დარდი წარამარ. რასაც ვფიქრობ, გადმოვისვი უმარტივეს ლექსად. წარსულს ვათრევ ჩემი კისრით ვერ ვიშორებ ვერსად როცა მოხუც ხედავ იმეს მახსენდება პაპა ცა ვარსკვლავებს როცა იცმევს დედაჩემის კაბაცის ცრემლებზე მახსენდება მე სიტყვები მამის სანამ ვინო გამეხსნება მეც გავგიჟდე ლამის ღამე სმაში მათენდება გამეკარგა ღერძი კიდევ რა არ მახსენდება კიდევ რა სარულებრცვი საოცარი უნარია დარდი წარამარა რო ყველაფრის მკურნალია ოღონდ ჩემი არა მერთმა გადიმახსოვს იმედი გვაქვს რომ კარგი მომავალი ექნება მისი მამი დასავეთ რა თქმა უნდა ნიჭიერი ყოფილიყოს მაგრამ მისი ბედი არ გაეზიარებიოს წარმატებები მინდა ჩემო მაიკო რომ გისურვო ყველაფერი კარგი მინდა შენი ოჯახი ვიცი რომ ლამაზი ოჯახი შექმნილი ყველაფერს კარგი გისურვებ წარმატებები გქონდეს და ჩვენ ყველა მოხარული გახარებული და რა ვიცი ავტომობილები ვიქნებით შენი დაულოცოთ მეგობრებო მაია დვას
ყველამ იცით მაიას როგორ უყვარდა ძაღლები. თუ სადმე უპატრონო ძაღლს ნახავ და ყველა მიყავდა სახლში. მე ვეჩხუბებოდი ხოლმე, რომ გამხდებოდა ბატალიონი ძაღლების, რომ შესვლა მეშინია ძაღლის. მაიას საერთოდ არ ეშინოდა, მოყავდა ეს ძაღლები სახლში, მაგრამ ახლა ძაღლის მოყვანა ერთია და რას აკეთებდა, რომ მოიყვანდა, ესაა საინტერესო. გადმოიღებდა ვენერას კაბებს, ჩააცმევდა ამ ძაღლებს, ან გაფენდა მინდორზე იქ მოშედით თუ აქვს პატარა მინდორი ეზოში, გაფენდა იმაზე დააწვენდა ძაღლებს და ისე ეთამაშებოდა. ვენერა იყო სულ გაგიჟებული ამ კაბებს, რაც ჩამაწვევს, რომ ძაღლის ნაცვამია. ერთხელაზე მოუყოლეს თვითონ ამატყავდათ რაღაც ძაღლი დიდი ბულდოგი თუ რაღაც და გამოუტანია ვენერას კაბამ, გაუშლია ეზოში, თვითონ ხოდაწოლილა გვერდით ეს ძაღლი თავისი მიუწვენია და ეს ძაღლი რომ გრძნობდა მაიასგან სიყვარულს, მაიას ეძინა და თვალებში მიჩერებოდა და არ იმძრეოდა, რომ არ გავაღვიძო.
მე სულ სხვანაირი თვალებით ვუცქერ უკვე მოსროლილ დღეებს. ჩემი წარსული შემომაცვდა მწიფე კანივით. მე იმდენ ახალ ნაცნობებს ვიძე. ისინი მხიბლავენ. დაუხმარებლად ვეჭიდები ზეცისკენ მიმავალ კიბეს. მე თქვენ გენდობით, ჩემო სიყრმის მეგობრებო, მაგრამ თქვენ უკვე დაემგვანეთ ანტიკვარ ნივთებს წლების მტვერი რომ დასდებიათ. სამაგიეროდ შემასწავლეთ ყალბისა და წრფელის გარჩევა. შორიათ სამდე. მე მივუყვებ ზეცისაკენ მიმავალ კიბეს. ეს უმოკლესი გზაა იქამდე, სადაც არ ვიცი რა დაიწყება და სადაც ალბათ ღვთის თვალებია. ხელებს ნუ მიწვდით, რომ დაგიბრუნდეთ. მე თქვენ ისედაც კარგად მახსოვხართ.